რა გელოდებათ ტყუპებო, როცა მზე კუროში გადავა? 20 აპრილიდან ახალი ფაზა იწყება. გამარჯობა, ჩემო საყვარელო ტყუპებო. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რაც 20 აპრილიდან იწყება, მზე კუროში გადადის და ერთ თვეს გაატარებს ამ მშვიდ და პრაქტიკულ ნიშანში. და მიუხედავად იმისა, რომ კუროს ენერგია შენსას ასე ძალიან არ ჰგავს, ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება შენთვის. მოდი ერთად ვნახოთ, რა შეიძლება განიცადო ამ ფაზაში და როგორ შეგიძლია საუკეთესოდ გამოიყენო ეს დრო. შინაგანი სიმშვიდე. კუროს სეზონი შენთვის შინაგან სამყაროზე ფოკუსირების დროა. ტემპი შენელდება. ცხოვრების ხმაური ცოტათი მინელდება, რაც საშუალებას მოგცემს საკუთარ ფიქრებში ჩაიძირო. თუ ბოლო დროს ბევრი აქტიურე, ახლა დროა შეჩერდე და შენს ემოციებს მოусმინო. ფარული სურვილები და შინაგანი ხმები. შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომ ფარულ ოცნებებს მიხედო. ფანტაზიები, რომლებიც თითქოს არარაციონალურია, ახლა კი ერთიანად ამოტივტივდება. ეს პერიოდი იდეალურია წერისთვის, ფერწერისთვის, მუსიკისთვის, ყველაფრისთვის, რაც სულიერ სიმშვიდეს გაძლევს. იზრდება ინტუიცია. მზე კუროში შენს ქვეცნობიერს ანათებს, გეძლევა უნიკალური შანსი, რომ გააცნობიერო იმ მოვლენების ფარული მნიშვნელობა, რომლებიც გარშემო ხდება. ყურადღებით მოეკიდე სიმბოლოებს, სიზმრებს და შინაგან ხმას, ეს დრო ინტუიციის გაძლიერებისთვის არის. ენერგიის დაგროვება. შეიძლება თავი ოდნავ და მძიმებულად იგრძნო, ნუ ებრძვი ამ შეგრძნებას. კუროს ენერგია შენს პირად ბატარეას დამოხტავს. ეს პერიოდია დასვენებისთვის, ენერგიის აღდგენისთვის და მომავალი თვეებისთვის მზადებისთვის. რუტინა და სტაბილურობა. თითქოს სამყარო შენ გთავაზობს, დარჩი ადგილზე, დაალაგე ყველაფერი შენს გარშემო. კარგად იმუშავე დღის წესრიგზე, ივარჯიშე პატარა რიტუალებში, ისინი მალე დიდ შედეგს მოგიტანენ. გრძნობითი სიამოვნება. კურო აფასებს გემრიელ საჭმელს, სასიამოვნო სურნელს, მუსიკას, კომფორტს. ამ პერიოდში შენთვის სასარგებლო იქნება ნაზი სიამოვნებების მიცემა საკუთარ თავზე. ეს შეიძლება იყოს სპა, თბილი აბაზანა, ახალი პარფიუმი, ან უბრალოდ დილაობით იოგა. ურთიერთობები და ფარული კავშირები. შეიძლება მოხდეს, რომ მოიზიდო ადამიანი, ვინც თითქოს საიდუმლოდ, უჩვეულოდ გიტოვებს შთაბეჭდილებას. ფრთხილად, ზოგიერთი ურთიერთობა შეიძლება იყოს მხოლოდ ოცნების დონეზე და არა რეალობაში. დააკვირდი, რა მოდის გულიდან და რა, უბრალოდ წარმოსახვიდან. ემოციური გაწმენდა. ეს იდეალური დროა ძველი ტკივილებისგან გასათავისუფლებლად. შეგიძლია ჩაიწერო ყველაფერი, რაც გულში დაგიგროვდა და ცეცხლში დაწვა, ან თუნდაც უბრალოდ ამოიოხრო და იტირო, თუ გჭირდება. გაათავისუფლე სივრცე, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს. შემოქმედებითი შთაგონება. ეს ფაზა განსაკუთრებით შთამაგონებელი იქნება მათთვის, ვინც ხელოვნებასთან ან წერასთან არის კავშირში. იდეები, რომლებიც თითქოს არ ჩანდა, ახლა ზედაპირზე ამოდის. უბრალოდ მიენდე პროცესს. მოემზადე შენი სეზონისთვის. შეიძლება გეგონოს, თითქოს ყველაფერი შენელდა, მაგრამ სინამდვილეში, შენი ზოდიაქოს სეზონამდე ერთი თვეა დარჩენილი. ეს დრო მოსამზადებელია. დაგეგმე, დაალაგე, იმუშავე შენს თავზე და როცა მზე ტყუპებში შევა, შენ უკვე მზად დახვდები. მოკლედ, ჩემო ტყუპებო, ეს კუროს სეზონი შენთვის არის წყნარი, ღრმა და მომზადების პერიოდი. იყავი შენს თავთან ახლოს, მოусმინე საკუთარ თავს და გაუშვი ყველაფერი ზედმეტი. შენს სეზონამდე სულ ცოტაღა დარჩა, გაიბრწყინებ, უბრალოდ ახლა ჯერ ჩააქრე ხმაური და იპოვე შინაგანი სიმშვიდე. თუ მოგეწონა ეს პროგნოზი, არ დაგავიწყდეს მოწონება, გამოწერა და კომენტარში დამიწერე, როგორ გადიხარ კუროს სეზონს შენს ცხოვრებაში. კიდევ ვიმუშავებ ახალ ვიდეოებზე სწორედ შენთვის. ბედნიერ სეზონს გისურვებთ.